Liberty-ის სტრატეგიული პარტნიორობით ტექნოლოგიური პლატფორმა Skillwheel-ისა და STEAM მიდგომაზე დაფუძნებული საგანმანათლებლო რესურსების მწარმოებელი კომპანია STEAM-ის ერთობლივი ძალისხმევით მასშტაბური საგანმანათლებლო ოლიმპიადა დასრულდა. STEAM Challenge Georgia ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული უკვე გამოვლინდა. ოლიმპიადის მიზანია სკოლის მოსწავლეებში პრაქტიკული აზროვნების, კრეატიული მიდგომისა და გუნდური მუშაობის უნარების გაძლიერება. ფინალური ტური და დაჯილდოების ცერემონია Skillwheel-ის საგანმანათლებლო სივრცეში თბილისში გაიმართა. დეტალებს ვნახავთ ია აივაზაშვილის სიუჟეტში. STEM Challenge Georgia 2025 ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით მე-7-დან მე-11 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს აერთიანებს და შანსს აძლევს გამოსცადონ საკუთარი შესაძლებლობები რეალურ STEM გამოწვევებში. ამ მხრივ საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა და STEM Challenge Georgia-ს ფინალი წარმატებით დასრულდა. განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო აქტიურად უჭერს მხარს დღევანდელი ღონისძიებების მნიშვნელობას. დღეს გაიმართა ეროვნული ოლიმპიადა STEM მიმართულებით. მონაწილეობა მიიღეს როგორც მუნიციპალიტეტის სკოლებიდან, ასევე ქალაქის სკოლებიდან ბავშვებმა და მე მათ მინდა წარმატებები უსურვო. დღეს ფინალური ეტაპი იყო. თითოეული მონაწილე უკვე ძალიან წარმატებულია, რადგან ფინალურ ეტაპზე გადავიდნენ და მე მათ მთელი გულით სული წარმატებებს უსურვო და მომავალში განათლების სამინისტრო გააგრძელებს მათ აქტიურ მხარდაჭერას. კონკურსის პირველი ეტაპი საბუნებისმეტყველო საგნებში ტესტირება იყო. მოსწავლეებმა საბაზისო ცოდნა გამოავლინეს ქიმიაში, ფიზიკაში, ბიოლოგიაში, გეოგრაფიასა და მათემატიკაში. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ფინალური ეტაპი აღმოჩნდა, რომლის ფარგლებშიც გუნდის თითოეულმა წევრმა რეალურ დავალებებზე მუშაობით საკუთარი ანალიტიკური, ტექნოლოგიური და კრეატიული უნარები გამოავლინა. შექმნეს ინჟინრული მოდელები, წარმოადგინეს ინოვაციური იდეები და დაამზადეს პროტოტიპები. ფინალური ტურის დასასრულს 3 გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა. პირველი ადგილი თბილისის ფიზიკა-მათემატიკური ნომერ 199 საჯარო სკოლის გუნდმა კომაროვის ხუთეულმა დაიკავა. მეორე ადგილის მფლობელები თანამედროვე განათლების აკადემიის გუნდი მომავლის ხუთეული გახდა. ხოლო მესამე ადგილი წილად პაოლო იაშვილის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთის საჯარო სკოლის გუნდს ერგო. პირველში დავიწყებ იმით, რომ ძალიან საინტერესო პროექტი იყო. ჩვენ სკოლაში თეორიულ მასალას ვსწავლობთ, მაგრამ აქ ყველაფერი სხვანაირად იყო. პრაქტიკული ცოდნა მივიღეთ და რაც ვიცოდით, რეალურად წიგნიდან ასწავლეთ, ეს გამოვიყენეთ აქ. გუნდში ყველა გუნდურად მუშაობდით, ზოგს გეოგრაფია ქონა, ზოგს მათემატიკა, ზოგს ფიზიკა და ეს ყველაფერი გამოვიყენეთ და გავაერთიანეთ. ბავშვებს ეძლევათ ესეთი საშუალება, რომ მიიღონ მონაწილეობა და საკმაოდ საინტერესო ამოცანებს, ასე ვთქვათ, შეეჭიდონ STEM მიმართულებით. ვფიქრობ, ზოგადად STEM-ი ძალიან მნიშვნელოვანია ქართული საგანმანათლებლო სექტორისთვის და ეს პირველი STEM ოლიმპიადაა და ამით საფუძველი ჩაუყარეთ უკვე საომავლოდ ყოველ წელს ეროვნული მასშტაბით მსგავსი ღონისძიების ჩატარებას. ტექნოლოგიური პლატფორმა Skillwheel-ისა და STEM მიდგომაზე დაფუძნებული საგანმანათლებლო რესურსების მწარმოებელი კომპანია STEAM-ის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა. ოლიმპიადას სტრატეგიულ პარტნიორობას უწევდა Liberty ბანკი. Liberty ვახარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა მხარი დაუჭიროთ STEAM ეროვნულ ოლიმპიადას. ზოგადად განათლების მხარდაჭერა არის ჩვენი სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობის მთავარი მიმართულება ბოლო წლების მანძილზე და განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ საშუალო საფეხურზე, ანუ სკოლის საფეხურზე. განსაკუთრებით ვახარული ვართ, ვიღოთ ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც შესაძლებლობას გვაძლევს უშუალოდ პედაგოგებს ან მოსწავლეებს აღმოუჩინოთ მხარდაჭერა. ოლიმპიადის მხარდამჭერები იყვნენ რეზო თურნავას სახელობის საქართველოს ტექნოლოგიური განათლების განვითარების ფონდი და Making Science Swift, რომლებმაც მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები დააჯილდოვეს. ეს ოლიმპიადა იყო გამოწვევა, იმიტომ რომ ამით ოლიმპიადით ვაფასებთ მოსწავლეების ცოდნის რეალურ სამყაროში გამოყენების უნარს. თავისი ბუნებით ეს ოლიმპიადა იყო
განსაკუთრებული, განსხვავებული, სადაც საკმაოდ სირთულის დავალება ჰქონდათ მოსწავლეებს შესაძლებელი და მათ წარმატებით გაართვეს ამ ოლიმპიადას თავი. Making Science Swift-ის სახელით მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ოლიმპიადის ორგანიზატორებს. პირველ რიგში აღვნიშნო, რომ ჩვენი ქვეყნისთვის განათლება არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრიორიტეტი და ყველა კომპანია, რომელიც მაქსიმალურად შეეცდება ბავშვებისთვის მსგავსი ღონისძიებები ჩაატაროს, წაახალისოს განათლება და წაახალისოს ბავშვები, რომლებიც ჩართულები არიან ამ მიმართულებით, არის ძალიან მნიშვნელოვანი. შესაბამისად, ჩვენ Making Science-მან გადავწყვეტ მონაწილეობა მივიღოთ ასევე ამ ორგანიზებულ ღონისძიებაში და დავაჯილდოვოთ გამარჯვებული ბავშვები. STEM Challenge Georgia's ოლიმპიადის მიზანია ისეთი საგანმანათლებლო პლატფორმის შექმნა, რომელიც ეხმიანება არა მხოლოდ აკადემიურ მოთხოვნებს, არამედ რეალური ცხოვრებისთვის აუცილებელ კომპონენტებს, კრეატიულ აზროვნებას, გუნდურობას, კრეატიულ ანალიზსა და ინოვაციურ მიდგომებს. STEM Challenge Georgia-მ დაადასტურა, რომ თანამედროვე საგანმანათლებლო ფორმატს შეუძლია გახდეს ცვლილებების საწინდარი და წამყვანი პლატფორმა საქართველოში იმ განათლებისთვის, რომელიც პირდაპირ პასუხობს 21 საუკუნის საჭიროებებს.